Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons veering day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ ნატო გუგუშვილი, ნევროლოგი და მოგესალმებით ძველ და ახალ მაყურებლებს ჩემს Facebook და YouTube არხებზე. მათ ვინც ბევრი არ იცის ჩემს შესახებ ვეტყვი, რომ მე ვარ ნევროლოგი, 2010 წლიდან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირდაპირ დავიწყე მუშაობა გერმანიაში. რაღაც გარკვეული ნაწილი მუშაობდი ნევროლოგად, ექიმ ასისტენტად სავანმყოფოში, ხოლო მას შემდეგ რაც მოვიპოვე ნევროლოგის კვალიფიკაცია, ვმუშაობ ამბულატორიულ პაციენტებთან. რა თქმა უნდა, გვყავს ყველა სახის პაციენტები და აქედან გამომდინარე ნევროლოგიის მრავალ თემაზე შემიძლია საუბარი, თუმცა ვცდილობ ისეთი თემები ავარჩიო, რაც ქართველ პაციენტებს და მაყურებლებს და პოტენციურ პაციენტებს გამოადგებათ და დააინტერესებთ. ჩემი ეს ასე ვთქვათ საქმიანობა, რაც ქართველი პაციენტებისთვის და ქართველი მაყურებლებისთვის ხდება, რეალურად არ მოიცავს არანაირი ინტერესს. მე არ მყავს პაციენტები საქართველოში, არც მაქვს ამისი დრო, შესაბამისად, მე არ ვცდილობ პაციენტების მოპოვებას და ჩემი თავის პოპულარიზაციას. ჩემი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რადგან მიმაჩნია, რომ განათლებული პაციენტი და გათვითცნობიერებული პაციენტი არის ძალიან დიდი ფუფუნება ექიმისთვისაც და თავიდან გვაძლევს ძალიან ბევრ პრობლემას. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ჩემს კოლეგებს, რომლებიც უკვე იყვნენ ჩემთან სტუმრად, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და მათ აკისრიათ ძალიან რთული მოვალეობა, რადგან რეალურად საქართველოში ექიმად მუშაობა მოითხოვს იმაზე ბევრად მეტ ძალისხმევას, ვიდრე განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ექიმად მუშაობა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო წინასწარ იმ კოლეგებს, რომლებიც შემდგომში იქნებიან ჩემი ინტერვიუს სტუმრები, თუმცა დღეს გადავწყვიტე, რომ თქვენთვის წარმომედგინა ლექციის სახით თემაზე, თავის ტკივილზე და ძირითადად შაკიკზე, ასეთი ვიდეო, რომელშიც თქვენ არა მხოლოდ მე დამინახავთ და მომისმენთ, არამედ თქვენთვის შევქმენი პრეზენტაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ვიდეო მოგეწონებათ, ამაში რა თქმა უნდა შრომა არის ჩადებული, რასაც მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ პაციენტებისთვის, პოტენციური პაციენტებისთვის და მათი ოჯახის წევრების გასანათლებლად, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა. ის, რომ თქვენ აზიარებთ ვიდეოს ჩემ Facebook გვერდს და იწვევთ მეგობრებს, ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. რადგან როგორც გითხარით, სხვა ინტერესი მე გარდა იმისა, რომ ხალხმა რაც შეიძლება სწორი მტკიცებით მედიცინაზე დაყრდნობილი ინფორმაცია მიიღოს და გაერკვეს თავის თუ სხვის დაავადებებში, მე არ გამაჩნია. დიდი მადლობა ამისთვის, უყურეთ ვიდეოს, იმედია მოგეწონებათ და გელით კომენტარებში თუ პირად შეტყობინებებში. თემა ავარჩი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ის თემა, რაზე ძალიან ბევრი შეკითხვა ისმევა სოციალურ ქსელებში. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. მადლობა. მას ასე ვიწყებთ. თუ ზოგადად კითხავენ, რა არის მსოფლიოში ყველაზე ხშირი გავრცელებული დაავადება, ალბათ იფიქრებდით, რომ ეს არის შაკიკი, რადგან დღეს შაკიკზე ვსაუბრობთ. თუმცა არა, ეს კარიესია, რაც საკმაოდ ლოგიკურად მოგოჩვენება თუ ამაზე დავფიქრდებით. კარიეს მოსდევს დაძაბულობის თავის ტკივილი, რომელსაც ხშირად შეუწუხებია ალბათ ბევრი თქვენგანი და მესამე ადგილას არის მისი უდიდებულესობა შაკი. შაკიკი განეკუთვნება პირველადი თავის ტკივილის ჯგუფს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თავის ტკივილი ამ დროს წარმოადგენს თვითონ დაავადებას და არ არის სიმპტომი სხვა დაავადების. ამ დროს ჩატარებული კვლევები რჩება პათოლოგიური დასკვნის გარეშე.
სწორედ ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ ყველა თქვენგანს ექიმმა დაგინიშნოთ იგივე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, სხვა გამომსახველობითი კვლევა, ან სისხლის ანალიზი, ან კიდევ სხვა კვლევები, ნევროლოგიური თუ სისტემური. რადგან წესით მათში არაფერი პათოლოგიური არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თუ თქვენ შაკიკის გამო დაგინიშნავენ კვლევებს, აქ შეიძლება აღმოჩნდეს რაღაცა დარღვევა, მაგალითად ვიტამინი D-ს ნაკლებობა, ან მაგალითად ინციდენტური შემთხვევითი პათოლოგია MRT დასკვნაზე, ისეთი როგორიც არის ანევრიზმა, ან ცისტა პატარა, ან გლიოზური უბნები. გლიოზური უბნები ისედაც ხშირად გვაქვს შაკიკის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შაკიკი აურათი გვაქვს და ამაზე შემდგომ გვექნება ლაპარაკი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შაკიკის ან თუნდაც დაძაბულობის თავის ტკივილის გამოსაკვლევად ან დასადგენად რაიმე კვლევაა საჭირო. პირველად თავის ტკივილებს განეკუთვნება შაკიკი და კიდევ მაგალითად დაძაბულობის თავის ტკივილი. ჩვენ ასევე გვაქვს მეორადი თავის ტკივილები, რომლებზეც დღეს არ ვისაუბრებთ. ჩემთვის უბრალოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ამეხსნა, რადგან მეორადი თავის ტკივილი განსხვავებით შაკიკისგან რეალურად წარმოადგენს იმ მდგომარეობას, როდესაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ამის ამოცნობა ექიმმა უნდა მოახერხოს მალევე. მეორადი თავის ტკივილი შეიძლება გქონდეს მაგალითად თავის ან კისრის ტრამვის დროს. თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის დროს, როგორც ინსულტების დროს, ასევე სისხლჩაქცევების დროს, სისტემური დაავადებების დროს, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, ასე ვთქვათ, წნევის კრიზი, ამ დროს პაციენტს დიდი ალბათობით ექნება თავის ტკივილი. ზოგიერთი წამლის მოქმედება ან წამლის შეწყვეტა იძლევა ასევე თავის ტკივილს და ამ დროს მიზანი არის ის, რომ ერთმანეთსაგან გავარჩიოთ, რომ ეს შეიძლება იყოს მეორადი თავის ტკივილი და არა პირველადი. აუცილებლად ჩავატაროთ ახის კვლევები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. იქნება ეს იგივე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, სისხლის ანალიზი თუ სხვა და ვუმკურნალოთ. ძალიან დიდ ჯგუფს ამ მეორადი თავის ტკივილებისა, რა თქმა უნდა, შეადგენენ ასევე ინფექციები, ძლიერი გრიპალური ინფექციის დროს ალბათ ყველას გვტკიებია თავი, ან იგივე სინუსიტის დროს, ასევე რა თქმა უნდა, მენინგიტების დროს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მდგომარეობაა, ასე ვთქვათ, სერიოზული და არა მარტო, როდესაც თავის ტკივილი იძლევა, არის უბრალოდ სიგნალი, რომ ჩვენ მივაკითხოთ ექიმს. მაგრამ დღეს ვსაუბრობთ შაკიკზე, როგორც ეს დავაანონსეთ და აი აქ არის შაკიკის ეპიდემიოლოგია, ევროპის მონაცემებია. ძირითადი გამოვლინება ხდება უფრო ახალგაზრდა ასაკში, 15-დან 25 წლამდე, 40 წლის შემდეგ პირველადი გამოვლინება შედარებით იშვიათია და მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 14%-ს აქვს შაკიკი. უფრო ხშირია ქალებში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც. დაახლოებით ბავშვების 5%-ს უკვე უვითარდება ბავშვობის წლებში შაკიკი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ დიდი ნაწილი ასეთი პაციენტებისთვის საერთოდ არ არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დაახლოებით 75% იღებს წამლებს, რომლებიც ურეცეპტოდ იყიდება და ცხოვრებაში არ მიდის ექიმთან და სავარაუდოდ დიაგნოზიც ბოლომდე არ არის დასმული. ეპიზოდური შაკიკის და ამას მოგვიანებით გავიგებთ, რა არის ეპიზოდური შაკიკი და რა არის ქრონიკული შაკიკი. მცირე ნაწილი ხდება ნევროლოგთან, ხოლო ქრონიკული შაკიკის, რადგან ეს ბევრად უფრო შემაწუხებელი მდგომარეობაა, უკვე 26% მკურნალობს ნევროლოგთან, თუმცა ესეც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ევროპაში ყოველწლიურად 111 მილიარდი იხარჯება შაკიკის გამო და ამ ხარჯის უმეტესობა სულაც არ არის წამლებისა თუ კვლევების გამო, ან იგივე ექიმის ჰონორარის გამო, არა, ეს არის ის გაცდენილი შრომითი დღეები, ასე ვთქვათ, და სხვა ხარჯები, რაც შაკიკს თან ახლავს. შაკიკი ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს, ზოგი მათგანი არის, ასე ვთქვათ, სააშკარაოზად გამოსული, ასევე იმ ადამიანებისა, რომლებიც ახათ ჩვენ თანამედროვეები არიან.
ვან ვინსენტ ვან გოგი იყო ერთ-ერთი შთამბეჭდავი წარმომადგენელი ფერწერის, რომელსაც შაკიკი აწუხებდა, ელვის პრესლი, ლეიდი გაგა. მეცადე ქართველებსაც მომეპოვებინა მონაცემები სამწუხაროდ ესე ვერავინ გავიხსენე, ნიკა გვარამიას გარდა, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ შაკიკი აქვს. თუ თქვენ ვინმე გაგახსენდებათ, დაგვიტოვეთ კომენტარებში. იმისათვის, რომ შაკიკი გავიგოთ და ჩვენს ექიმსაც მომზადებული ვესაუბროთ, საჭიროა, რომ ვიცოდეთ სხვადასხვა ტერმინები. ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინი, ან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინი, ეს არის აურა. აურა, ეს არის შეტევითი ხასიათის, შექცევადი ნევროლოგიური სიმპტომი, რომელიც ნელა ვითარდება და როგორც წესი მაქსიმუმ 60 წუთი გრძელდება ხოლმე. და ეს ყველაფერი მანამ სანამ თავის ტკივილი დაიწყება. ძირითადად გვხვდება ვიზუალური აურა და თქვენ ხედავთ ახლა მაგალითებს, როგორ შეიძლება პეიზაჟი ან თუნდაც გზა დაინახოს ადამიანმა ამ დროს, ვისაც ეს ვიზუალური აურა აწუხებს. გარდა ვიზუალური აურისა, შეიძლება იყოს სხვა ჩივილებიც, მაგალითად მეტყველების დარღვევა, სამხარის დაბუჟება ან თუნდაც დამბლაც კი. მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი არის თავის ტკივილის დაწყებამდე. გარდა აურისა, საჭიროა რომ გავიგოთ, რომ არსებობს პროდრომი. პროდრომი არ არის აუცილებელი ყოველთვის გვხდებოდეს, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ხშირად აღმოვაჩენთ, რომ კი, შაკიკის შეტევამდე რამოდენიმე საათი ან შეიძლება 1-2 დღეც კი უკვე ხასიათი გვქონდა შეცვლილი. ვიყავით ან ძალიან აქტიურები, ან პირიქით ძალიან დაღლილები, გვქონდა შიმშილის შეტევები და ხასიათის ცვლილებები. ეპიზოდური შაკიკი ეს არის შედარებით მარტივი ფორმა, როდესაც მაქსიმუმ 8 შაკიკის დღე გვაქვს, ასე ვთქვათ, 8 შეტევა, თქოთ ეს სწორი არ არის, რადგან ერთი შეტევა შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს. და მთლიანობაში თავის ტკივილის დღეები, რადგან შაკიკს შეიძლება თან ახლდეს ასევე დაძაბულობის თავის ტკივილი, მაგალითად, ან ძილთან დაკავშირებული თავის ტკივილი და ასე შემდეგ. მთლიანობაში თავის ტკივილების დღეები არ უნდა აღემატებოდეს 15 თვეში. ხოლო თუ თვეში 15-ზე მეტი თავის ტკივილის დღე გაქვთ და აქედან მინიმუმ 8 შაკიკია, 8 დღე, და ეს ყველაფერი გრძელდება 3 და მეტი თვე, თქვენ გაქვთ ქრონიკული შაკიკი. რაც უკვე სერიოზული მდგომარეობაა და მაგალითად გერმანიაში ამისთვის ეგრეთ წოდებულ უნარშეზღუდულობის თუ ინვალიდობის ქულებსაც ანიჭებენ და მათ შესაბამისად თუ პირატესობები აქვთ დამსაქმებლებთან მაგალითად. ასევე არსებობს ასეთი ტერმინი შაკიკის სტატუსი, რომელიც ნიშნავს, რომ შაკიკის შეტევა გრძელდება 72 საათზე და მეტხანს. და აქ თქმა უნდა მოხდეს ექიმის ჩარევა, რათა მოხდეს ამ შეტევის შეწყვეტა. მაგრამ ყველაზე ხშირად ჩვენ გვხვდება შაკიკი აურის გარეშე, ანუ პაციენტები, რომლებსაც აქვთ შეტევები აურის გარეშე. იმისათვის, რომ შაკიკის დიაგნოზი დავსვათ, აუცილებელია, რომ პაციენტს მთლიანი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდეთ 5 ან მეტი შეტევა. რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ადამიანს შეიძლება ერთხელ ან ორჯერ ჰქონდეს კლასიკური შაკიკის შეტევა, თუმცა შაკიკის დიაგნოზი არ ჰქონდეს, რადგან ეს შეტევები არ მეორდება. რას ნიშნავს შაკიკის შეტევა? შაკიკის შეტევის დიაგნოზი და ზოგადად შაკიკის დიაგნოზე უკვე აღნიშნეთ, რომ ისმება ანამნეზით, ანუ თქვენი მონაყოლით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რას მოუყვებით ექიმს და რა კითხვებს დაგისვათ ის. შაკიკი არის თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება 4-დან 72 საათამდე და ახასიათებს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ 2, ეს არის მეორე პუნქტი, ანუ არის ან ცალმხრივი, ან პულსირებადი, ან საშუალო სიმძიმის და იმატებს ფიზიკური აქტივობისას. ამ 4 ჩამონათვლიდან შეიძლება ნებისმიერი 2 ახასიათებდეს. მაგალითად იყოს ცალმხრივი და ამ დროს პაციენტზე ერჩინოს, რომ დაწვეს, მოისვენოს და თუ თქვენ მაგალითად შაკიკის შეტევა გაქვთ და ამ დროს კიბეებზე აირბენთ, დიდი ალბათობით ძალიან მოიმატებს ტკივილის ინტენსივობა. გარდა ამისა, მასთან უნდა ახლდეს ან გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ან სინათლის ან ხმაურის აუტანობა. კლასიკური შაკიკის შეტევა ხშირად არის ხოლმე აღწერილი წიგნებში,
და გამოიყურება ისე, რომ ძირითადად ქალები, რა თქმა უნდა, იკეტებიან ოთახებში, საათობით ან დღეებით, აბნელებენ ყველაფერს და წვანან განუძრევლად საწყოში. რაც ფაქტიურად ყველა პუნქტს ძალიან კარგად აღწერს. შაკიკს შეიძლება ხშირად თან ახლდეს ასოცირებული დაავადებები. რა დაავადებებია ეს? დეპრესია და შიშები, პანიკური შეტევები. განსაკუთრებით მაშინ თუ შაკიკი გვაქვს აურით. ძალიან დიდი ხანი ითვლებოდა, რომ შაკიკის დროს ინსულტის რისკი იყო მომატებული და ამის შესახებ ხშირად ტარდებოდა კვლევები, ხან ქარწყლდებოდა მეტნაკლებად, ხან დასტურდებოდა. რეალურად არსებობს მომატებული რისკი, განსაკუთრებით თუ გვაქვს შაკიკი აურით და ამას ემატება კიდე სხვა რისკ ფაქტორები, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, თამბაქო, ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოხმარება ქალებში. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ, ვისაც გაქვთ შაკიკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ შაკიკი აურით, იზრუნოთ იმაზე, რომ სხვა რისკ ფაქტორები, როგორც არის იგივე ჰიპერტენზია ან ქოლესტერინის მომატებული დონე, თამბაქოს მოხმარება იყოს შედარებით შემცირებული ან საერთოდ შემცირებული, რათა თქვენი რისკი ცერებრალური ისემიის და ინსულტის და ზოგადად კარდიოვასკულარული დაავადებების დარჩეს დაბალი. სავარაუდო კავშირი გვაქვს ასევე ჰიბრომიალგიასთან, სინკოპესთან და ორთოსტატულ დისრეგულაციასთან. როგორც უკვე ვთქვით, შაკიკის დიაგნოზი ისმევა თქვენი მონაყოლით და რეალურად კვლევები საჭირო არ არის. თუმცა კვლევებს ხანდახან მაინც ვაკეთებთ და ყველაზე ცენტრალური როლი უკავია მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას. წესით ეს კვლევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შაკიკი არატიპიურად მიდის, აღმოცენდება პირველად, როგორც თქვით, ზევით 40 წლის შემდეგ, ან არ რეაგირებს კურნალობაზე, მაგრამ ხშირად თითქმის ყველა პაციენტს პირველადი დიაგნოზისას უკეთდება, რადგან პაციენტები სხვა შემთხვევაში ძალიან შფოთავენ და ეშინიათ რამე ხომ არ გვაქვს თავში. მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევაზე წესით არაფერი არ უნდა იყოს, თუმცა ხანდახან გვაქვს ხოლმე გლიოზური კერები, განსაკუთრებით აქაც თუ ეს არის შაკიკი აურით, თუმცა ძირითად შემთხვევებში ესეთი ინციდენტალური ან შემთხვევითი არა პათოლოგიური, თქვათ, რაღაცა ცვლილებები არ საჭიროებს გადამოწმებას. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია თუ გაკეთდება, კეთდება მხოლოდ ერთხელ, თუ იქ არ იქნა, რა თქმა უნდა, რამე ძალიან განსაკუთრებული ნანახი და მისი გადამოწმება და ხელმეორედ ჩატარება საჭირო არ არის. თუ არ გვაქვს, თქვათ, იგივე ტკივილის ინტენსივობის, ტკივილის ხასიათის ცვლილება, ან თუნდაც აურის ცვლილება შეტევებში. ელექტროენცეფალოგრაფიას ფაქტიურად როლი არ აქვს შაკიკის არც კურნალობაში და არც მის კონტროლში. ელექტროენცეფალოგრაფია, იგივე EEG, მხოლოდ უნდა ჩატარდეს, როდესაც არის ეჭვი ეპილეფსიური დაავადებებისა. თუმცა შაკიკის დროსაც ხშირად გვხვდება არასპეციფიური ცვლილებები. მის დიფერენციალურ დიაგნოზზე უკვე ვისაუბრეთ. დიფერენციალური დიაგნოზი ნიშნავს, რაში შეიძლება აგვერიოს შაკიკი და არ უნდა აგვერიოს. ეს არის სხვა თავის ტკივილები, პირველადი თავის ტკივილები, ანუ როდესაც სხვა დაავადება არ გვაქვს, ხოლო თავის ტკივილი, დაძაბულობის თავის ტკივილი, მაგალითად, ან კლასტერული თავის ტკივილი და მეორადი თავის ტკივილები, რომელშიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს, ასეთი არის მწვავე გლაუკომა, მაგალითად, სინუსური ვენების თრომბოზი, სისხლდენები თავის ტვინში, სისხლძარღვების დაზიანება, როგორც ეს დისექცია და ასე შემდეგ. როგორ კურნალობთ შაკიკს? ზოგადად პაციენტებმა, ვისაც შაკიკი აწუხებს, თვითონ ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა უკურნალონ შაკიკს და ამის ძალიან კარგ მეთოდსაც თვითონ აგნებენ ხოლმე. ზოგადად უკვე ვისაუბრეთ, რომ ფიზიკური დასვენება დაძინება, როგორც ეს კლასიკურ ნაწარმოებში ხშირად არის ხოლმე აღწერილი, ძალიან ეფექტური მიდგომაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ნებისმიერი შეტევის დროს, მაგალითად, სამსახურში ყველაფერი ჩავაბნელოთ, დავწვეთ და ცივი ყინულები დავიდოთ თავზე. ამიტომ არსებობს მედიკამენტებიც. ძალიან დიდხანს ვიფიქრე აქაც იმაზე, დამეწერა თუ არა მედიკამენტების სახელები, მაგრამ დღესდღეობით იმდენად ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაციის მოპოვება,
რომ ხელოვნური ინტელექტისა თუ Google-ის მეშვეობით ისედაც ყველანაირ მედიკამენტს ნახულობს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მედიკამენტების სახელები ისევ დამეწერა. თუმცა არავის არ ურჩევ, რომ მედიკამენტები მიიღონ გარდა რამოდენიმე მართლა ურეცეპტო გამონაკლისისა ექიმთან შეთანხმების გარეშე. როდესაც გვაქვს სუსტიან საშუალო სიმძიმის შეტევა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი არასტეროიდული თუ სხვა ტკივილგამაყუჩებელი. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს იბუპროფენი, შემდეგ ასპირინი. ყველაზე ნაკლებად მოქმედებს პარაცეტამოლი. თუ ჩვენ გვაქვს გულისრევის შეგრძნება, აღებინება, ძალიან ეფექტურია ამ დროს თუ მივიღებთ ჯერ ანტიემეტიკურ საშუალებას, ანუ იმ საშუალებებს, რომლებიც ამ გულისრევას და ღებინებას თრგუნავს, და შემდეგ მივაყოლებთ 10-15 წუთის შემდეგ გამაყუჩებელს. ხო, თუ ჩვენ ეს სწამლები არ გვშველის, ან გვაქვს მძიმე შეტევები, ამ დროს არსებობს სპეციალური მედიკამენტები, ტრიპტანები, რომლებიც ძალიან ეფექტურია შაკიკის შეტევის დროს. ხოლო, როდესაც გვაქვს საშუალო ან მძიმე შეტევა, ამისთვის არსებობს სპეციალური ტკივილგამაყუჩებლები, ასე ვთქვათ, სპეციალური პრეპარატები, რომლებიც შაკიკის დროს იხმარება, მათ ეწოდება, მათ ჯგუფს ჰქვია ტრიპტანები. ასევე, რა თქმა უნდა, ხშირად შეგვიძლია გამოვიყენოთ ასპირინი ან იგივე ანალგინი მეტამიზოლი ინტრავენურად, როდესაც არის უკვე ძალიან ძლიერი შეტევა და სხვანაირად ვერ ვამთავრებთ. არსებობს კიდე ახალი პრეპარატი ლასმიდიტანი, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში ჯერ არ არის. ანუ ჩვენ მართლაც და აღჭურვილები ვართ იმისთვის, რომ პაციენტს შაკიკის შეტევის მკურნალობაში დავეხმაროთ. ძალიან გავრცელებული მიდგომაა აქაც, არა მარტო საქართველოში, უბრალოდ საქართველოში არ ვიცი ეს გავრცელებულია თუ არა, როდესაც ექიმები ტრიპტანებს ნიშნავენ, აძლევენ პაციენტს და ეუბნებიან, თუ გიშველის, ესე იგი შაკიკია, თუ არ გიშველის, არა. ტრიპტანებზე მინდა შევჩერდე და რამოდენიმე რამ ავხსნა. პირველ რიგში არის ის, რომ ტრიპტანები სადიაგნოსტიკოდ არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან მათ შეიძლება იმოქმედონ ასევე სხვა თავის ტკივილის დროსაც. მეორე არის ტრიპტანების სწორად მიღება. თუ პირველი მიღებული ტრიპტანი არ იმოქმედებს, არ აქვს აზრი სხვა, ანუ კიდევ დამატებითი ტაბლეტის მიღებას და ზოგადად ტრიპტანები უნდა მივიღოთ შეტევის დასაწყისში, მაგრამ არა აურის დროს. თუ აურა გაქვთ, უნდა დაელოდოთ აურის გავლას და როდესაც იგრძნობთ, რომ უკვე თავის ტკივილი იწყება მაშინვე, თუ აურა არ გაქვთ, შეგიძლიათ მაშინვე მიიღოთ, მაგრამ რაც უფრო მალე მოხდება ტრიპტანის მიღება, მით უფრო ეფექტურია იგი. თუ პირველი ტაბლეტი იმოქმედებს და 2 ან 4 საათის შემდეგ დაგეწყებათ ისევ ტკივილი, ეს ჩვეული მოვლენაა. ამას ეწოდება შეგცევადი თავის ტკივილი ტრიპტანის მიღების დროს. და თქვენ მაშინ შეგიძლიათ ისევ მეორე დოზა მიიღოთ. თუმცა დოზა არ უნდა იყოს ორჯერ მეტი, 2-ზე მეტი, 24 საათის განმავლობაში და თუ მკაცრად ავიღებთ შეტევაშიც, რადგან ერთი შეტევა შეიძლება 3 დღემდეც კი გაგრძელდეს და შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2, ზოგჯერ გააჩნია ტრიპტანს 4 საათიც. თუმცა ტრიპტანების კომბინაცია შეგვიძლია სხვა წამლებთან, მაგალითად ნაპროქსენთან, მაგალითად იბუპროფენთან. ტრიპტანებიც გვაქვს სხვადასხვანაირი. სიმართლე გითხრათ, საქართველოში არ ვიცი, რომელი ტრიპტანები იშოვება, ვიცი, რომ სუმატრიპტანი ნამდვილად არის და გვაქვს ასევე სხვადასხვა გზებიც, ანუ გარდა ტაბლეტების გვაქვს ტაბლეტები, რომლებიც პირის ლორწოვანში იხსნება და იწოვება, გვაქვს ნაზალური ფორმა, ანუ ცხვირში შესასხმელი ფორმა, რომელიც შედარებით მალე იწყებს მოქმედებას და ასევე კალამი, ანუ იგივე პენი, სუბკუტანური თვითგასაკეთებელი ნემსი, რომელიც ასევე ძალიან ძლიერია და მალე იწყებს მკურნალობას. რა არის პროფილაქტიკა? გარდა შეტევის მოხსნისა და ასე დახმარებისა, ჩვენ შეგვიძლია პაციენტს დავეხმაროთ პროფილაქტიკით. პროფილაქტიკა პაციენტებს ასე ვუხსნი ხოლმე, არის რაღაცა, რასაც ვაკეთებ ყოველდღე, იმისთვის, რომ კარგად ვიყო მთელი თვე. არსებობს ზოგადი პროფილაქტიკა, რომელიც არ მოიცავს აუცილებლად წამლების მიღებას და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძილღვიძილის ციკლის რეგულაცია, რომ ყოველდღე იმის და მიუხედავად მუშაობ თუ არა, თუ
არადადაგები მაქვს თუ სკოლაში ვსწავლობ, ერთ და იგივე დროს გავიღვიძო და დავიძინო, ვიკვებოთ და სითხე მივიღოთ დაბალანსირებულად, გადავანაწილოთ ეს მთლიან დღეზე, დავიცვათ რეჟიმი. ვაკეთოთ სპორტი, დავკავდეთ სპორტით და ეს უნდა იყოს კარდიო სპორტი და მინიმუმ 3-ჯერ. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ თანმიმდევრულად და უწყვეტად. ჩატარებულია კვლევებიც კი, რომლებმაც შეადარეს სპორტი და წამალი, კონკრეტული წამალი, ამას შემდეგ გეტყვით. და ფაქტიურად შედეგი ერთი და იგივე იყო. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ და გავაკეთოთ. ყველაზე კარგია თუ ერთი დღე გავაკეთებთ სპორტ, დავკავდებით სპორტით და მეორე დღეს რამე მოდუნებით ტექნიკას მიმართავთ, მაგალითად იოგას, ან რელაქსირდებით უბრალოდ აბაზანაში, ან უბრალოდ დავწვევით, თვალებს გავხუჭავთ და რაიმე მომადუნებელ და სასიამოვნო მუსიკას მოусმენთ. ეს ყველაფერი მუშაობს და არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასევე, რა თქმა უნდა მოვერიდოთ იმას, რაც ჩვენში იწვევს შაკიკის შეტევას. მაგალითად, წითელი ღვინო, ან ტანინიანი ღვინო, ცნობილია იმით, რომ იწვევს შაკიკის შეტევას, ასეთ დროს, რა თქმა უნდა მოერიდოთ ღვინის მიღებას. გარდა ამ არამედიკამენტოზური პროფილაქტიკისა, ზოგადად ჯანსაღად ცხოვრებისა, რაც ყოველთვის კარგია, არსებობს მედიკამენტოზური პროფილაქტიკა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ დღე ვიღებთ რაღაცა მედიკამენტს, ან ვიღებთ მედიკამენტს ერთხელ, მაგრამ ის რჩება ჩვენს ორგანიზმში დიდი ხანი, რათა თავიდან ავიცილოთ შეტევების სიხშირე, უბრალოდ შეტევები ავიცილოთ თავიდან, ანუ სიხშირე შემცირდეს, ან ინტენსივობა შემცირდეს და ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. თუმცა, რადგან ყველა მედიკამენტს აქვს აბსოლუტურად გვერდითი მოვლენა და ხშირად უკუჩვენებაც, და აქვე შევჩერდები იმაზე, თუ რა არის გვერდითი მოვლენა და რა არის უკუჩვენება. უკუჩვენება არის ის მდგომარეობა, როდესაც კონკრეტული მედიკამენტის მიღება არ უნდა მოხდეს. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს კუჭის წყლული, ამ დროს არ უნდა მივიღოთ ასპირინი. ანუ ასპირინის უკუჩვენება არის კუჭის წყლული. გვერდითი მოვლენა ამ დროს არის ის, რაც შეიძლება წამალმა გამოიწვიოს. მაგალითად, ასპირინის გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება. ამიტომ მედიკამენტოზურ პროფილაქტიკას მიმართავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ხშირი შეტევები, როდესაც შეტევები გრძელდება დიდხანს, როდესაც შეტევებს ვერ ურნალობთ ისე ეფექტურად, რომ პაციენტს დავეხმაროთ, ან როდესაც პაციენტი იღებს 10 და მეტ დღეს თვეში ტკივილ გამაყუჩებელს. ეს ისედაც პრობლემაა, რადგან ასეთი ხშირი მიღება გამაყუჩებლებისა, რამოდენიმე თვის შემდეგ სამწუხაროდ იწვევს უკვე ტკივილ გამაყუჩებლებით გამოწვეულ თავის ტკივილს. და ასევე თუ პაციენტს აქვს აურა, მათ შორის იქნება ეს მხედველობითი აურა თუ სხვა და ამას ძალიან მძიმე დაღი გვაქვს და ეს ხელს უშლის მას უქვეითებს ცხოვრების ხარისხს, აქაც შეგვიძლია მივიმართოთ მედიკამენტოზურ პროფილაქტიკას. არსებობს ძალიან ბევრი მედიკამენტოზური პროფილაქტიკის საშუალება. დაწყებული წამლებისა, რომლებიც გამოიყენება იგივე მაღალი არტერიული წნევისა თუ გულის დაავადებების სამკურნალოდ, გაგრძელებული ანტიდეპრესანტებით და ანტიეპილეფსიური საშუალებებით, ბოტულინიუმ ტოქსინით და შედარებით ახალი წამლებითაც, ასევე შეგვიძლია მივმართოთ ისეთ პროფილაქტიკას, როგორიცაც მაგალითად მაგნეზიუმი, რომელსაც ძალიან იშვიათად აქვს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოშიც კი სადაც შეიძლება მედიკამენტები ასე ადვილად ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ გაგვიმართლა იმაში, რომ არსებობს თურქეთი, სადაც მედიკამენტები ბევრად უფრო იაფია ვიდრე გერმანიაში, ძალიან ბევრი საშუალებაა იმისი, რომ მედიკამენტების მიღებით პაციენტებს დავეხმაროთ შაკიკის დროს. და რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევებს, რომლებსაც ძალიან ხშირად ურჩევენ სოციალურ ქსელებში შაკიკის მქონე პაციენტებს და ფაქტიურად მე მგონი სადიაგნოსტიკოდაც უკვე ნეიროქირურგთან უშვებენ, მათ ევროპულ
გაიდლაინებში ადგილი საერთოდ არ უკავიათ და ითვლებიან როგორც ისევ ექსპერიმენტულ მიდგომად გამოუვალ შემთხვევებში, როდესაც მარცხლა სხვა არაფერი არ მოქმედებს და არც ერთ ნევროლოგს თავშიც კი არ მოუაზრათ, რომ პაციენტი ოპერაციაზე გაუშვას მით უმეტეს ყოველი მეორე თუ მესამე. ასე რომ პაციენტებმა მოგწოდებთ, რომ მკურნალობისთვის მიმართოთ ნევროლოგებს, რომლებმაც ნამდვილად იციან, როგორ უნდა მოახდინონ შაკიკის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც და მართვაც, ამაში იჭვი არ მეპარება და ნამდვილად არ აქვს წამყვანი როლი ნეიროქირურგიულ ჩარევებს შაკიკის მკურნალობაში, მით უმეტეს თანამედროვე მედიცინაში, როდესაც გვაქვს ისეთი წამლები, რომლებზეც შემდეგ სლაიდებში ვილაპარაკეთ. მედიკამენტების შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ძალიან ბევრი რამის გათვალისწინებით. მაგალითად, თუ პაციენტს ისედაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა, ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რომ მას იმ 2 და 3 პრეპარატიდან, რომელიც გვაქვს მაღალი არტერიული წნევისთვის და პარალელურად შაკიკის სამკურნალო, ძალიან ადვილად შეგვიძლია დავეხმაროთ. ან პაციენტს, რომელსაც აწუხებს დამატებით უძილობა ან დაძაბულობის თავის ტკივილი, ასევე ძალიან კარგად შეგვიძლია დავეხმაროთ ხშირად დაბალი დოზის ანტიდეპრესანტის ამიტრიპტილინის მიცემით. უბრალოდ უნდა იცოდეთ ის, რომ მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 6-9 და ხშირად რამოდენიმე თვე და ხშირად რამოდენიმე წელი. უნდა იცოდეთ, რომ შაკიკის პროფილაქტიკა და მკურნალობა ეს არ არის სპრინტი, ეს არის მარათონი, სადაც ნელ-ნელა უნდა გახვიდეთ ფინიშში დიდი მოთმინების ხარჯზე და ენდოთ თქვენ ექიმს და თუ მას რამოდენიმე მედიკამენტის გამოცდა მოუწევს, რაც ხშირად ასეც ხდება ხოლმე, ეს არ ნიშნავს, რომ მან რაღაცა არ იცის ან თქვენზე ექსპერიმენტებს ატარებს. არა, მედიკამენტების მიცემა და გამოცდა არ არის ნამდვილად ექსპერიმენტები თქვენზე, რადგან ეს ყველა მედიკამენტი გამოცდილია შაკიკის მკურნალობაში და დაშვებულია გერმანიაშიც, უბრალოდ ხანდახან ხდება, რომ პაციენტი რამოდენიმე მედიკამენტზე ესე არ რეაგირებს, როგორც ჩვენ გვინდა და გვჭირდება რამოდენიმე მედიკამენტის გამოცდა, სანამ შედეგამდე გავალთ. მიზანი არის ის, რომ მინიმუმ 50%-ით მოხდეს თქვენი შეტევების სიხშირის, ინტენსივობის, ხანგრძლივობის შემცირება და ასევე უკეთ დაგეხმარნონ ის მედიკამენტები, რაც თქვათ აქამდე თქვენ შეტევას ისე კარგად არ შველოთ. მინდა შევახო განსაკუთრებით რამდენიმე პრეპარატს, რომელმაც გადატრიალება მოახდინა შაკიკის მკურნალობაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს პრეპარატები საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი. პრეპარატი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მარცვლაც და შაკიკის მკურნალობაში, ესენი არიან უпростоრად კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდის ანტაგონისტები, ეგრეთ წოდებული CGRP ანტაგონისტები. ეს CGRP არის ნეიროპეპტიდი, რომელიც 37 ამინომჟავისგან შედგება და ფართოდ არის გავრცელებული ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, მაგრამ ასევე ნაწლავში, სისხლძარღვებში და კიდევ სხვადასხვა ადგილებში. ბოლომდე მისი როლი არ არის ამოხსნილი და ამოცნობილი, მაგრამ ჭკვიანმა ადამიანებმა მიაგნეს იმას, რომ შაკიკის შეტევის დროს ეს ნეიროპეპტიდი სხვა ნეიროპეპტიდებთან ერთად ძალიან იმატებდა. და თუ ამ ნეიროპეპტიდს იზოლირებულად შეუყვანდნენ ადამიანს, რომელსაც შაკიკი არ ჰქონდა მანამდე, მას ეწყებოდა შაკიკის შეტევა. და ამის მერე დაახლოებით 2004 წლიდან, თუ სწორად მახსოვს, მუშაობდნენ იმაზე, რომ შეექმნათ უსაფრთხო CGRP ანტაგონისტები, რაც მოახერხეს და უკვე გვაქვს 4 და კიდევ მეტი დარეგისტრირებული ანტაგონისტი. ესენი არის ყველაზე გავრცელებული ანტაგონისტები გერმანიაში. აქედან ერთ-ერთი პრეპარატი უკვე იმდენად გაიაფთა, რომ წარმოიდგინოთ, რომ ადრე 3 თვის დოზა 1600-1700 евро იყო და ეხლა არის ჩამოსული თუ არ ვცდები 700 ევრომდე, რაც რა თქმა უნდა 3 თვის დოზისთვის მაინც ძალიან ბევრია, ამისი ილუზია არ მაქვს, თუმცა მგონია, რომ დაახლოებით 28-29 წლისთვის უნდა გაუვიდეს პატენტს ვადა და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ფირმა დაიწყებს ამ წამლების წარმოებას,
რადგან ეს წამლები ახდენენ მარსლა გადატრიალებას შაკიკის მკურნალობაში და ფაქტიურად შეტევებს ამცირებენ ნოლამდე და მათი გვერდითი ეფექტები ფაქტიურად ძალიან დაბალია. პლაცებოს დონეზეა, ანუ უბრალოდ ესეთი კაფსულა რომ მოგცენ, სადაც არაფერი არ არის, ფაქტიურად იმის დონეზეა გვერდითი ეფექტები. ძალიან კარგად იტანენ პაციენტები და არიან უბედნიერესები ამ პრეპარატების შემდეგ. ძირითადად ეს პრეპარატები გვხვდება კალმებში, ასეთ ფენებში. პირველი გაკეთება ხდება ხოლმე ექიმთან და შემდეგ პაციენტები იკეთებენ ამას თვეში ძირითადად 4 კვირაში, ანუ ყოველ თვიურად. რაც შეეხება ბოტულინიუმ ტოქსინს, რომელიც ასევე ფართოდ გამოიყენება, გერმანიაში ბოტულინიუმ ტოქსინი დაშვებულია მხოლოდ ქრონიკული შაკიკის დროს, თუმცა რა თქმა უნდა ეფექტურია ეპიზოდური შაკიკის დროსაც. სხვადასხვანაირი სქემები არსებობს, როგორც ვიცი საქართველოშიც ამ ცოტა სხვადასხვანაირად აკეთებენ. ჩვენ ვიყენებთ ამ კონკრეტულ სქემას, სადაც როგორც ხედავთ 31 წერტილში 5 ერთეული, ანუ მთლიანობაში 155 საერთაშორისო ერთეული, მხოლოდ ერთი გარკვეული პრეპარატი არის ჩვენთან ამისთვის დაშვებული, ალერგანის ორიგინალი ბოტოქსი, ასე ვთქვათ. და ჩვენ თერაპიას ვიმეორებთ ყოველ 3 თვეში ერთხელ, 12 კვირაში ერთხელ. ნამდვილად ეფექტური თერაპია, ზოგისთვის ცოტა მტკივნეულია, მაგრამ საქართველოშიც უკვე ძალიან კარგად აკეთებენ, როგორც მივხვდი, რამდენიმე პაციენტთან შეხება მქონია, ძალიან კმაყოფილები იყვნენ ბოტულინიუმ ტოქსინის გაკეთების შემდეგ. იმისათვის, რომ ჩვენმა ექიმმა სწორად დასვას დიაგნოზი და სწორად მოახდინოს მონიტორინგი, გვიშველა თუ არა ამა თუ იმ პრეპარატმა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევავსოთ თავის ტკივილის დღიური. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი და რომელიც გინდათ ის შეავსოთ, ეს კონკრეტული ვარიანტი აღებულია გერმანიის შაკიკისა და თავის ტკივილის ასოციაციის მიხედვით და თარგმნილია და რამდენიმეჯერ გავაზიარე და ისევ შემიძლია გაგიზიაროთ და გილინკოთ ან თქვენ თვითონ გადმოტვირთოთ გერმანიის შაკიკისა და თავის ტკივილის ასოციაციის გვერდიდან, სადაც ასევე ბევრ სხვა ინფორმაციას იპოვით და ზოგადად თუ რა თქმა უნდა ენის ბარიერი როლს თამაშობს, მაგრამ გერმანულად თუ ინგლისურად ძალიან ბევრი ინფორმაციის ოვნა არის შესაძლებელი და ინფორმირებული პაციენტი, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, რომ თქვენ იყოთ ინფორმირებულები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამით თქვენს ექიმსაც უადვილდება რეალურად მუშაობა და თვლი რომ ექიმმა აუცილებლად უნდა გამოყოს პაციენტის განათლებაზე დრო და თავის ტკივილის კალენდარი არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ ნევროლოგები თავის ტკივილის მართვაში. არსებობს კიდევ სხვა სკალები, ასე ვთქვათ, სხვა შესავსები კითხვარები, რომელიც თავის ტკივილის გავლენას ზომავენ, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაზე. ყველაზე ცნობილი არის HIT ტესტი, რომელიც ინგლისურადაც არის ხელმისაწვდომი. მაგრამ თავის ტკივილის დღიური, როგორც გითხარით, ქართულად რამოდენიმე ვარიანტი შემხვედრია კიდე, ეს კლასიკური ვარიანტია გერმანული შაკიკის და თავის ტკივილის ასოციაციის მიხედვით. თავარია რომ აკონტროლოთ თქვენი თავის ტკივილი, მიმართოთ ექიმს, დაუჯეროთ ექიმს, ყურადღება მიაქციოთ იმ არამედიკამენტოზურ პროფილაქტიკას, რაც რა თქმა უნდა ძნელია და არ შეგეშინდეთ მედიკამენტების გამოცდის. ეს არის ის, რაც მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ ასეთი ვიდეო, თუ მოგეწონათ აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები და გააზიარეთ. ეს რეალურად მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელო ესეთი საგანმანათლებლო ვიდეოები სხვადასხვა თემებზე, შეგიძლიათ ასევე დამიტოვოთ სურვილები თუ რა თემაზე გინდათ, თუ კითხვები დაგებადათ, დაგვიწეროთ კომენტარებში, ან მოგწეროთ პირად შეტყობინებებში და გთხოვთ, რომ მოიწვიოთ თქვენი მეგობრები, რომ დაალაიქონ ჩვენი Facebook გვერდი, მოიწონონ და გააზიარონ ჩვენი არხები. დიდი მადლობა და გისურვებთ ჯანმრთელობას. Brains are buzzing, thoughts are bright.
neurons veering day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.